ხო და ევროპა რო არ გინდათ, მაგიტომაც მოგიწევს მსგავსი უსამართლო კანონებისთვის დამორჩილება, რადგან მსგავსი კანონი ან რეგულაცია უნდა ეხარჯნებოდეს რაღაც სტანდარტს. არსებობს ევროპული სტანდარტი ან ამერიკული სტანდარტი მაგალითად, ხო? მაგრამ შენ რო არც ერთი სტანდარტი არ გინდა და ვერაფერზე ვერ ეყრდნობი, იმიტომაც იღებ ჯარი მის ქვითარში, გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, მაყუჩი ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა. ან სხვაგარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ რაღაცაზე შეუძლია დაგჯარიმონ. კი არა და გადაიყვანო საჯერიმოზე შენი მანქანა. არ არის დაკონკრეტებული იგივე მაყუჩის თავზე, აი ნასადგაზე რომ წერენ. შეუძლია თუ არა ჯარიმის დაწერა. ვინ უნდა შეამოწმოს ვიზუალია მარტო თუ რამე პარამეტრზე ახდენს ზეგავლენა, თქვენ გაქვთ მაგდენი აეროდინამიკის ცოდნა და უსაფრთხოების ნორმების თუ პატრულის თანამშრომლებს. ამიტომ ვთქვი პირველივე ვიდეოში, რომ არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, პატრულის თანამშრომლებს რაღაცა მოეწონა თუ არ მოეწონა. უნდა იყოს რაღაც სტანდარტი, ევროპაში ის ფირმა, რომელიც აწარმოებს, ესე ვთქვათ, რეპლიკებს, ხო, aftermarks რო ეძახიან. და რომელიც არის ანალოგი, არის შემოწმებული, აქვს სპეციალური სერტიფიკატი და всё, ამით მთავრდება. ან უნდა იყოს რაღაცა ორგანო, რომელიც ამას გადაამოწმებს და დაგიწევს, რომ აკმაყოფილებ ნორმებს.